4 ოქტომბრის საქმის გამხილველმა მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ კი ადვოკატები დიტო საძაგლიშვილი და შოთა კახიძე სასამართლო პროცესიდან გააძევა. კამათი მოსამართლესა და ადვოკატ შორის საძაგლიშვილის შეკითხვას მოჰყვა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტის მიმართ. 4 ოქტომბრის საქმის განხილვა დღეს სწორედ ბრალდების მხარის გამოკითხვით გაგრძელდა. საბრალდებო სკამზე 13 განსასჯელიზის არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. რა ხდებოდა სხდომაზე, რას მოჰყვა დღეს დაპირისპირება, დეტალებს ლიზი ვეკუა მოგვიყვება. რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ დარბაზში, იქ სადაც 13 პირის სხდომა მიმდინარეობდა და მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომა დაატოვებინა ორ ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილსა და შოთა კახიძეს, მაშინ როდესაც დაცვის მხარის წარმომადგენლები უსვამდნენ კითხვებს ჰაბიდოსკოპიურ ექსპერტს და ამ დროს პროკურატურა აყენებდა ყველა კითხვაზე შუამდგომლობას, რომ განერიდებინა მოსამართლეს ეს შეკითხვები, რომელიც ეხებოდა მის კვალიფიკაციას, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტის კვალიფიკაციას და მოსამართლემაც დააკმაყოფილა ყველა ჯერზე პროკურატურის შუამდგომლობა და განარიდა ეს შეკითხვები, რამაც ცხადია პროტესტი გამოიწვია დაცვის მხარის წარმომადგენლებს შორის და ამ მომენტში, დიალოგის მომენტში მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ დაატოვებინა დარბაზი დიმიტრი საძაგლიშვილსა და შოთა კახიძეს და მას პირადობებიც კი ჩამოართვა. მაინც იყო ცნობილი, როდესაც პრობლემა არის კვალიფიკაციის განსაზღვრაში, ასევე მნიშვნელოვანი არის ექსპერტის ობიექტურობის მიმართულების ნაწილი და ამ სახელოსნო შეკითხვები. რატო სასამართლოს მინისტრი შეკითხვები ადვოკატების დიმიტრი საძაგლიშვილისა და შოთა კახიძის გამოძევებას მოჰყვა დარბაზში პროტესტი და სხდომა დატოვეს ბრალდებულებმაც, ასევე სხვა ადვოკატებმაც და დამსწრე საზოგადოებამაც ისმოდა შეძახილები ცეცხლი ოლიგარქიას, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია და როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ის ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს და შესაძლებელია აცილების შუამდგომლობაც კი დააყენოს თამარ მახარობლიძის მიმართ. დღევანდელ სხდომაზე იკითხებოდა ჰაბიდოსკოპი. მას დაესვა შეკითხვები მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, მათ შორის არ იცოდა თუ რა მეთოდოლოგიით ტარდება საერთოდ ჰაბიდოსკოპიური კვლევა. აი ამ უხერხულობის გადასაფარად მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა და მოეხსნა საერთოდ შეკითხვები, ანუ განარიდა აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, ისე რომ იმის კვალიფიკაციაც არ იყო, რომ რაღაც განმარტება მაინც მოეძებნა ამ კითხვების განრიდების გადაწყვეტილების დასასაბუთებლად და ანუ ამის შემდეგ უკვე გაღიზიანდა გამაძევა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ეს არის ალბათ ერთადერთი საკითხი, რაზეც თამარ მახარობლიძე შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, სხვა არავინ არაფერს არ ანდობს. იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ადვოკატებს არ გვეძლევა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მეც პროტესტის ნიშნად დავტოვე დარბაზი იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თუ მე ვერ დავიცავი, ვერ მოვახდინე მისი უფლების დაცვა, შესაბამისად მე ვერავინ ვერ დამიცავს. დაირღვა დაცვის უფლება, როცა იმგვარი შეკითხვები იქნა აცილებული, რომელიც მიემართებოდა კონკრეტულად ექსპერტის დასკვნას და ასევე მის კომპეტენციას, აღნიშნულის აცილება იწვევს იმას, რომ ვერავინ ვერ დაცვას ამგვარ შეკითხვას, ვერ შემოძლება ექსპერტის კომპეტენცია და ირღვევა დაცვის უფლება. ბრალდებულებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო რა მოხდა სასამართლო პროცესზე და საბოლოოდ მივიღეთ მოსამართლისგან იმგვარი დამოკიდებულება, რამაც კანონის მხრივ შეუძლებელი გახადა პროცესის გაგრძელება. მოსამართლემ ფაქტიურად
აქტიურად შეუზღუდა დაცვას და დარალდებულებს უფლება, რომ მათი დაცვის უფლება განხორციელებულიყო და ის რომ ჩვენი კოლეგები გამოყარა დარბაზიდან, ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო და ესეთი პრაქტიკა თუ დამკვიდრდება, ფაქტიურად კარგავს უკვე აზრი ადამიანის დაცვის უფლების განხორციელებას. კონკრეტულ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე იგებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული პირი გააძეოს, მას გამოცვალ შემშვა თუ ასე პოზიცია თქვენი როგორია? ამიტომ ხო გაქვთ თქვენი აზრი? ვერ შევაფასოთ. არ გაქვთ თქვენი აზრი? მე ვერ შევაფასოთ სხვა პირის გადაწყვეტილებას. თქვენი აზრი არ გაქვთ? მე ვერ შევაფასებ სხვა პირის გადაწყვეტილებას. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ თამარ მახარობლიძემ 2 ადვოკატი გამოაძევა სხდომათა დარბაზიდან, სხდომა მაინც გაგრძელდა, მოსამართლე ისმენდა პროკურატურის მოწმის ჩვენებას და ახლა ადვოკატების მთავარი კითხვა ასევე არის ის, თუ რა პოზიცია ექნება ამ ყველაფერთან და ამ ფაქტთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და გააკეთებენ თუ არა ისინი განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.